აღმოჩენილია ის, რომ ტალიბანის მოძრაობა თვითონ დაიწყო ყანდაყაში სამხრეთ სადროების ოპერაციის 290,000 ულუსგანში 330 დამატებული 120 მეტრიანი შევიდეთ ამ ორგანიზაციებთან, რომ ეს რა თქმა უნდა ეს ღამეშია. ამიტომ ჯერ არ არის ის გეგმა, რომელსაც თქვენ საუბრობდით, კარგად საკრავე პრობლემა როგორც ჭირდება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სწორ დაგეგმვა. პირველ რიგში ჭირდება რომ ეტაპი კანდაგარში ჩვენი სამთო ბატალიონი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას. მათ მთელ ბაზაზე ეკისრებათ გარე უსაფრთხოების დაცვა და რაც მთავარი ასევე ისინი ჩართული არიან ძალიან ხშირად პრევენციაში სხვადასხვა თავდასხმის ეს იქნება ამ რამდენიმე კვირის წინაც განხორციელებული თავდასხმა ბაზაზე მათი მხრიდან იქნა მოგერიებული. მე მქონდა ასევე სარდალთან მეთაურთან შეხვედრა ამ ბაზის გენერალ ბილსთან, რომელმაც მითხრა, რომ განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან ჩვენი სამხედროები. ჩვენ მეთაურმა ამიხსნა ძალიან კარგად თუ როგორი ამოცანების შესრულება უწევთ და როგორი ამოცანების შესრულება მოუწევთ მათ დაბრუნებამდე საქართველოში სექტემბრის ბოლომდე. ჩვენ მინდა თავისუფლად შევაფასო, რომ მათი საბრძოლო მზადყოფნა არის უმაღლესი, ამოცანებს ასრულებენ თავიდან ბოლომდე და მნიშვნელოვანი ასევე რომ ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფი არის ყველაზე უფრო გამორჩეული ნატოს სხვა ქვედანაყოფებისგან თავისი გამბედაობით, თავდაჯერებულობით და პროფესიონალიზმით. და დღეს მქონდა ასევე შეხვედრა პირად შემადგენლობასთან, ძალიან გულახდილი ასთა გაცვლა იყო იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს ზოგადად ამ გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენი შერაღებული ძალები მომავალში და მქონდა ბედნიერება დამეჯილდოებინა გამორჩეული სამხედროები. ბატონი მინისტრი ირაკლი ალასანი იმყოფებოდა კანდაგარის საავიაციო ბაზაზე. აგვესაურა პირად შემადგენლობას, გაგვაცნო სამომავლო გეგმები. დაგვაჯილდოვა რამოდენიმე კაცი, მათ შორის ვიყავი მე, რომელიც გადმოცა მხედრული მამაცობისთვის მედალი. რაც ჩემთვის დიდი პატივია შემდეგი მომსახურისთვის და დიდი სტიმული არის